შიდა ხელშეკრულებები კანონით გათვალისწინებული გარიგების ფორმა და მას იცნობს სამოქალაქო კანონმდებლობა, მაგრამ ასეთ გარიგებებთან მიმართებით არსებობს მომეტებული რისკი. რისკი ცხადია პირველ რიგში არის ის, რომ მყიდველი არ არის დაცული სამართლებრივად და იგი სრულად არის დამოკიდებული კომპანიების კეთილსინდისიერებაზე და არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს კეთილსინდისიერება არ არის თვითონ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი, ვინაიდან ასეთ ქონებებს მიმართავენ ხოლმე საბანკო სესხებისთვის, სხვა გარიგებების დასადებად უზრუნველყოფის საგნად იყენებენ და არის მომენტები, როდესაც კომპანიები უკვე ფინანსური მდგომარეობა რთულდება, ეს ქონება ხდება, ასე ვთქვათ, შემდგომ მესამე პირების მხრიდან ამოღების საშუალება და ერთ-ერთი წყარო. და რა თქმა უნდა, შიდა გარიგებების ხელმოწერის ეტაპზე მნიშვნელოვანი არის თითოეულმა მყიდველმა ამ შემთხვევაში გაიაროს კონსულტაცია. ცხადია, ეს კონსულტაცია და იურისტის ჩართულობა ეხმარება მათ რისკების მინიმალიზაციაში. და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შიდა განვადების ხელმოწერის ეტაპზე მყიდველებმა შეისწავლონ კომპანიის, ასე ვთქვათ, ისტორია. მე რამდენი მშენებლობის ეტაპი არის, ვინ არიან დამფუძნებლები, კომპანიის მენეჯმენტი და მათი გამოცდილება, ამ კომპანიის ურთიერთობა სასამართლო სტრუქტურებთან, მათი ურთიერთობა ბანკებთან და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულწილად საჯარო წყაროებით ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და ცხადია, როდესაც იურისტი იღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია გაცილებით ადვილად მიეწოდება და გაანალიზებული აქვს მას უკვე ეს რისკები. რა თქმა უნდა, შიდა განვადებები მოუქნილი, ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო ფორმა არის და რატომ? მყიდველს არ უწევს ბანკთან ურთიერთობა, საპროცენტო ხარჯი, რაც მან ბანკის შემთხვევაში უნდა გაიღოს, ეს ფაქტობრივად არ აქვს. მაგრამ კომპანიასთან ურთიერთობის დროს თუ მყიდველმა არ იცის ეს სამართლებრივი რისკები, რა თქმა უნდა, მთელი რისკი უკვე მასზე გადადის. და გარიგების დადების დროს ნებისმიერ შემთხვევაში იურისტების კონსულტაცია არის იქეთკენ მიმართული, რომ მიზანშეწონილი არის შიდა განვადების ხელშეკრულება, თუნდაც კომპანიის მიერ იყო შეთავაზებული, ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია მოახდინონ რეესტრში. ასე ვთქვათ, სარეგისტრაციო პროცესი, როდესაც საჯარო ხდება შემდგომ მონაცემები, ანუ ამონაწერი ბინის, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ეს ქონება გამოიყენოს გარიგებებში. აიღოს სესხი ამ ქონების საფუძველზე. ახლა რას ნიშნავს წარმოშოს ვალდებულებას? თუ კომპანიას ამ ხელშეკრულებაში არ აქვს უფლება, რომ ეს ბინა გამოიყენოს უზრუნველყოფის საშუალება, ცხადია, მას ამის უფლება არ აქვს. და თუ მაინც თვითნებურად ამ პროცესს მიმართავს, ეს არის როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძველი და რისკი კომპანიისთვის. ასევე შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივიც. რატომ? თუ მან ვერ უზრუნველყო იმ კონკრეტულ მომენტში ამ ქონების გამოთავისუფლება და გადაცემა მყიდველისთვის, ცხადია, ეს შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტად და კომპანიის მენეჯმენტის და კომპანიის მიმართ დაიწყოს გამოძიებაც. ის მოქალაქეები, რომლებიც დაზარალდნენ სამშენებლო კომპანიების გადაწყვეტილებების შედეგად ვერ ირეგისტრირებენ მათ საცხოვრებელ ფართებს გარკვეული მიზეზების გამო, ცხადია, არის რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი, რაც მათ უნდა გადადგან. პირველ რიგში უნდა მოიპოვონ, ან მათ უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი, აუცილებლად უნდა შეაგროვონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან უნდა მოიღონ ბანკიდან, ან თუ შიდა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ხელზე გადახდავთ რაიმე დოკუმენტი. თუ ეს დოკუმენტიც არ მოეპოვებათ, უნდა მოიძიონ მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებენ. და მესამე ეტაპი ცხადია, იურისტთან კონსულტაციის შემდგომ უნდა დაიწყონ სამართლებრივი პროცედურები. სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა, ანუ საცხოვრებელ ბინის გადამოცემა საკუთრებაში.